მიხკიდა გაღალი მაგთან. მამაჩემი ვნახე უკვე დიდი რო ვიყავი მე. გახსოვთ ის ემოცია მამა რო ნახეთ პირველად? ძალიან ჩქარა გარდაიცვალა. უირასო. მამაჩემი რო გარდაიცვალა, რა თქვა იცით, ვიღას ვებრძოლო. ბოლო შეხვედრა თქვენი როდის მოხდა? გარდაცვალების წინა დღეს და სხვათა შორის ყველას არ უშვებდა თავისთან და გიკვდებიას მათო. შეიკავეთ სრემლი თუ გაგიჭირდათ მაშინ. ძალიან ინტიმურ ამბებს გიმხელდათ, წერილებს რო წერდა დედამის. რომელსაც არავის არ აკითხებდა თქვენს გარდა, ხო? დედის შურის ძიება ყველაზე საჭინელი შურის ძიება ამ ქვეყანაზე და ნუ გამაკეთებინები მას ის გაკეთებას არ მინდა. თქვენ შორის ურთიერთობა იძაბება მერე. ურჩი ხარ და იმიტომ ეს არის ცნობილი სკანდალი. ამას მე არ ვიკადრები. არ გავუშვით ციხეში ის ვინც დამნაშავე იყო. წლები გავიდა ამ ყველაფრის მერე. კურდი დაიჭირეს. იყო, კი, დაიჭირეს ერთი კვირის მერე ქალი დაახშო ცეპის გული. საჭინელი ვიღაცები. მოხდა ძალიან უჩვეულო ამბავი თქვენ ცხოვრებაში. ეს არ ვიცი რაღაცა მისტიკაა. და რას ხედავ, ღდია შავი, და ენა დაუჭირე, პირი გაუღე, ხელით იმას გულის მასაჟს უყეთებ და რა მოისურვებდა. დიდი სიყვარული იყო თქვენ, რომელიც ტრაგედულად დამთავრდა, ხო? ეგ იყო. ცოლ-შვილი ყავდა? სამშობიაროში არ დაბადებულ ხართ, სახლში გაჩდით, ხო, რაღაცა უცნაურად დაიწყო, ხო, თქვენი ცხოვრება? იცით რა არის, სახლში უფრო ჩემი პირობები უკეთესი იყო, ის გაცითბო რაღაცა და ბებიაქალი? ბებიაქალი სხვათა შორის ვინ იყო, იცით? მესხიშვილი რო არის მხატვარი, იმისი ბებია. რას ლამავთ? არაჩვეულებრივი ქალბატონი შესანიშნავი ექიმი, მეზობელი იყო ჩვენი. გოგის ვეუბნები რომ ჩვენ რაღაცა საერთო გვაქვს მეთქი. ნამდვილად არის, ხო, წვლილი აქვს შეტანილი ბებიას თქვენს დაბადებაში. ესეთი ის იყო. დუშეთში გაატარეთ ბავშვობას, შესაბამისად სკოლის პერიოდიც და როცა უკვე მოგინდათ რომ მიგეღოთ მონაწილეობა წარმოდგენებში, ერთხელ დაგიწუნეს, ხო? როცა პირველად ყველგან დამიწუნეს. ხო და რატო? პატარა შევედი სკოლაში 5 წლის, 6 წლის გავხდი პირველ კლასში. და სკოლაში კი არ მიმიღეს. ისე დამსვეს დედაჩემის ხათრით, იმიტომ რომ პატარაა და გავახაროთ, ხო? ყველა სკოლაში იყო და მე მარტო ვიყავი მთელ უბანში და დავიწყე ტირილი, რა მინდა რა გავაკეთო რა და წამიყვანა დედაჩემს ხოვრი, იჯდეს უკანო და აღმოჩნდი ყველაზე კარგი მოსწავლე. მოსწავლე, მაგრამ რატო თქვენს რომ არ მიიღოს მონაწილეობა? პატარა არისო, ჯერა. ასაკით არ ვიყავი შესაფერისი. და 16 წლისამ დავამთავრე სკოლა. მე 10 კლასში, აი 16 წლის იყო რომ მივიღე მონაწილეობა, მაშინ ოლიმპიადები იყო, ეხლა რომ არის ნიჭიერი რაღაცა ის, მაშინ იყო ოლიმპიადა. და რაიონებიდან ღებულობდნენ მონაწილეობას, ჯერ რაიონული შის იყო, სოფლებიდან ჩამოდიოდნენ, იგი დუშეთში ხდებოდა შეფასება და მერე იყო რეგიონალური გორში იყო, მერე იყო უკვე რესპუბლიკის და თბილისში იყო და მარჯანიშვილის თეატრში, ისე გემრიელად მახსოვს ის მარჯანიშვილის თეატრი, იმიტომ რომ მერე რომ მივედი, უკვე რომ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გავხდი, ის იყო ჩემთვის რაღაცა უძვირფასესი დღე. ეს ლექსის კითხვაში იყო. ლექსის კითხვაში. ლადო ასათიანის, კწანისის ყაყაჩოები თან ქერა ვიყავი ღია ფერით და ხევსურული ტანსასმელი მეცვა და მიხდებოდა, იმიტომ რომ ხევსურის ტიპი არის ეგეთი და ჯილდოც მიიღეთ. ჯილდო მივიღე უძვირფასესი, საათი ოქროსი და სხვათა შორის შევარდნაძის მაშინ იყო კომკავშირის ცეკას მდივანი შევარდნაძე და მაგას ეკუთვნოდა ეს ჩვენი შეფასებები და დაჯილდოებები და დიპლომი გადმოგცა? დიპლომი, სიგელი, სადაც წერია რომ რესპუბლიკის ბავშვთა ოლიმპიადაზე დაჯილდოვდეს და ხო, მესმის. თუმცა ლექსის კითხვით არ შემოიფარგლა თქვენი ბავშვობის სამსახიობო ნიჭი, იმიტომ რომ ჰიტლერიც კი ითამაშეთ და რანაირად. რატომ იცით?
არავინ არ აღმოჩნდა ბიჭი, რომელიც თქვათ ითამაშებს რაღაც და მე უკვე ისეთი აქტიური ვიყავი, მე მინდოდა ეს თამაში და სცენა. იმენად რომ ამას შემამჩნიეს იფიქრეს. სხვათა შორის ეს ხმა ყოველთვის გონდეს ეგ როიტყვა გულიდან წამოსული, სიღრმიდან წამოსული ხმა. აი ნაზი ხმა არ ქონდათ. არასოდეს ნაზი ნაღნარი არა. შემხედე და მოდი ამას ჩავაცვათ. ბიჭის ფორმები იყო მაშინ ბიჭის და ქუდიც. ქუძეს ის სვასტიკა რო არის გერმანული ფაშისტების ის სიმბოლო გაამიკეთეს და უნდა გავარტყა ზოია იმას კოსმოდემიასკაიას უნდა რაღაცა ხელი უნდა გავარტყა. ხელი უნდა გავარტყა და ეს ჩემთვის ცოტა არ იყო სასიამოვნო ის და ისეთი კაი გოგო იყო ის ჩემი პარტნიორი ვინც იმას თამაშობდა ლამაზი მიყვარდა ძალიან მეგობრებდით და მე ვთქვა შევცვალოთ მეთქი და თვითონ ივარ მითხრა ვიდეო მე არ მეწყინება გავარტყა და სპექტაკლზე გავარტყე. რეპეტიციებზე არ შეხებიხარ. მომისმინე კარგად. შენ თუ გინდა დიტოსთან კარგად იცხოვ. ისიც უნდა იცოდე ვის, როგორ, როდის და რა ელაპარაკო. გასაღები ჟურნალების მაგიდაზეა და მე რომ წახვალ, ტილოს ქვეშ დაწავებ ხავ? დაფამდის. დედა იყო პედაგოგი. განათლებით პედაგოგი იყო, მაგრამ მე მუშაობდა ბანკში და 35 წელი იმუშავა ბანკში. თავარი კონტროლერი იყო დუშეთის ბანკის და დუშეთის რაიონი დიდი არის ტერიტორიულად და მაშინ ბევრი მეურნეობა, ბევრი კორმო და დედაჩემს უწევდა ხოლმე ძალიან გვიან მოსვლა სახლში. იმიტომ რომ მაშინ ხო არ იყო ეს კომპიუტერი და ასე უცბად ანგარიში ის იყო საანგარიშო და იმაზე ანგარიშობდნენ სულ და სულ დედის იმაში ვიყავი რომ მენატრებოდა დედა ჩავიდოდი ბანკში და ვეჯექი ხოლმე დედაჩემს. ხო, ორი დედმამიშვილი იყავით, ხო? ორი. პირველი მეუღლე იყო დედაჩემი, მამაჩემის პირველი მეუღლე და ორი ვართ იქ დები და მეორე მეუღლესთან ქუთაისში ორი და ერთი ძმა. აჰა. სულ ხუთი, რომელსაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ბავშვობაში არ ქონდა ურთიერთობა. ხო და ეგ მაინტერესებს, რამდენი წლის იყავით რომ გაშორდნენ ერთმანეთს მშობლები? მე პატარა. ანუ არ გახსოვთ კარგად? არა, მამაჩემი ნახე უკვე დიდი რო ვიყავი მე. ტრამვა არ ქონდათ იმის რომ მამა არ იყო თქვენთან ერთად? არაჩვეულებრივი ისინი მყავდა გამზელი პაპა და ბიძა. ხო, გივსებდნენ ამდენად. არაჩვეულებრივი, იმდენად ძვირფასი იყო პაპაჩემი. დედაჩემ ალიმენტის კი არ მოსთხოვა, იმიტომ რომ ჩვენ პატრონი ყავდა და თამის დაძმებს როგორ გამოვართვა ფული, ლუკმა პირიდან როგორ გამოვართვა. ხო, მესმის. ნუ რა ასაკში ნახეთ მამა? მამა უკვე სკოლა რო დავამთავრე, მე შევხვდით და დაძმებსაც და უკვე მე უკვე ძალიან დავმეგობრდნენ. ბავშვობა ერთად არ გაგვიტარებია, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში სულ არ იმჩნევა. ხო, მესმის. მამის მიმართ არ იყო ცხენა მაინც რომ აი წლები არ იყო თქვენ გულში. ჩემი ოჯახი, დედაჩემის, ბებიაჩემის და პაპაჩემი, ხო არიან რომ მამა შენს და ლანძღავენ. არასოდეს მსგავსი არაფერი არ გაუკეთებიათ. არასოდეს და სულ იმას მეუბნებოდა ბებიაჩემი, რომ შენი დაძმები უნდა ნახო და უნდა იყო ძალიან კარგი ურთიერთობა. ძალიან სწორია ეს. საოცარი კარგი ხალხი იყო. კი, ნამდვილად სწორად უთქვით. ძალიან სწორად და ჰუმანურად და ნამდვილად. ქრისტიანულად იქცეულდნენ. გახსოვთ ის ემოცია მამა რო ნახეთ პირველად? კი როგორ არის? გაუცხოება ქონდა თუ ჩაეხუტეთ თუ აი ჯერ დისტანცია იყო? აი ეს რაღაცა მე მოუყევი რას ვაკეთებ და ვინა ვარ. თითქოს ისეთი ეს შეიძლება ნერვიულობდით და ამისგან. ყველაფერი უთხარი რომ ესე იყო, ესე არის და იცით როგორ მიყურებდა აი ცრემლიანი თვალით. და შემდეგ იღებდა უკვე თქვენ ცხოვრებაში მონაწილეობას თუ? ძალიან ჩქარა გარდაიცვალა. უირასო. უკვე ცუდად იყო. ანუ თქვენ რო ნახეთ უკვე მამა ცუდად იყო? უკვე ცუდად იყო და ჩემი ძმა 10 წლის იყო მამა რო გარდაიცვალა და სხვათა შორის მე ჩემ ძმასთან უკვე მქონდა როგორი ურთიერთობა იცი, აი ძალიან როგორ დაძმური და მშობლიურიც. ხო. მე უკვე უფროსი ვიყავი, ჩემი დაც უფროსი იყო და ძალიან ისეთი ურთიერთობა მქონდა და აღარ არის ჩემი ძმა უკვე 5 წელია რაც გარდაიცვალა, მაგრამ ეს დიდი ტკივილია ჩემთან. ძალიან ვგავდით ერთმანეთს, აი როგორ ვგავდით გეტყვით. მოვიდა ჩემთან თეატრში, ახალგაზრდა რო იყო და ჩამოდი მეთქი რაღაც საქმე მქონდა, მოვიდა და შემოვიდა დგას მელოდება შესასვლელში. შემოვიდა კოტე მახარაძე და შეხედა. შენ ასმათის ძმა ხო არა ხარ? მიხვდა.
ისევ გავდა. ხო. დედას იმიტომ ქონდა ეთყობა ეს რამდენიმე სამსახური, რომ მაინც დანაკლისი არ ყოფილიყო, თუნდაც ფინანსურად, ხო, რომ აი ოჯახს არაფერი მოკლებოდა. აღარ გათხოვილა, ხო? მამის. არა, გადაგვათან და მამა ჩემი რო გარდაიცვალა, რა თქვა იცით, ვიღას ვებრძოლო. ესე იგი, ამ ჩვენი გაზდი და ჩვენი მუსიკალური სკოლა გაახსნებინა დუშეთში. დედამ რო ჩვენ მუსიკა გვესწავლა. ყველანაირად ცდილობდა რომ მაქსიმალურად ჩემი და რუსულ სკოლაში მიიყვანა რუსულიც გვესწავლა და განათლება უკეთესი მიგო. მაგრამ მე გეტყვი ჩემ ამბავს. აი 5 წლის ბავშვი, როდესაც სკოლაში მინდოდა წასვლა, დედა ჩემს იცი რუსულში რატო იცი? ახლა როგორც ინგლისური სკოლა და ის იყო მაშინ ესე თორე ახლა რუსული. და რუსულში უნდა შეეღოთ, მე ვთხარი არა. გააპროტესტეთ. არა, გავაპროტესტე. მე ქართველი ვარ და ქართულ სკოლაში. 5 წლის ბავშვი. 5 წლის ბავშვი, ხო. და ეს მომდებს ეს იმდენად ღრმად იყო ჩემში ეს. გამჯდარი, ხო? დამოუკიდებლობაც, იმიტომ რომ 14 წლის ასაკში ძალიან პატარა იყავით, მაგრამ ამზადებდით უკვე მოსწავლეებს, რომ თქვენი შემოსავალი ქონოდათ, ხო? აი როგორ მოვიდა ეს დედამ 14 წლის მუსიკა ფორტეპიანოში ამზადებდით. კარგი ჩაცმა და დახურვა ძნელი იყო. ხო, მესმის. კერვად დავიწყე. მე-6 კლასელმა კაბაშევი კერე. თქვენით ისწავლეთ? პაპაჩემაც იცოდა კარგად. მისი შემხედვარი ანუ. პაპაჩემი იყო პოლიტიკური პატიმარი 39 წელში და მე აღარ ქონდა უფლება ემუშავა არსად და ოჯახი რო ერჩინა, დაიწყო კერვა და კერავდა სამხედრო შინელებს და კიტელებს და მე ხევსური იყო ხო წარმოშობით პაპაჩემი და ხევსურეთში ყავდა გარებიძაშვილები. ჩადიოდა იქ და იმათ უკერავდა აი მისგან ცხვრისგან რო გამოყავთ ტყავი. აი იქიდან დუბლიონკები როგორ იმას უკერავდა. და ისინი ასაჩუქრებდნენ სამაგიეროდ თაფლი, ზვარი, ხო რაც პროდუქტი და ქაური ერბო არის ცნობილი ერბო და რო ჩამოვიდოდა იქ და დატვირთული და ჩვენ ეკონომიურად არ გვიჭირდა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მშრომელი ადამიანი ზრუნავდნენ თქვენზე. თქვენ ვის შეუკერეთ პირველად? ჩემი ამხანაგის დედა მთხოვა, ჩემი კერე კაბავდა. ცოტა სახელო რაღაც არ გავარვიცოდი ეს რაღაცა წარმოდგენით ვაკეთებდი და საყვედური მითხა დედა ჩემი გაგიჟდა. მე 6 კლასელი ბავშვი კაბავდა. მეტი რა უნდა გააკეთო, ხო? მეორეთან გაბედოს ხვიში. და აი როცა მომზადება დაიწყეთ მოსწავლეების, დედამ რა თქვა, რომ ანუ მიდი, გააკეთე, ხო, აი ის არ ქონდა, ხო, რო ცოტა ესეთი კერვა რომ დავიწყე რაღაცა დავჭერე, არ გააფუჭო დედაში, პაპაჩემმა უთხრა, არა, გაერთხელ გააფუჭებს, ორჯერ მესამედ კარგად გამო. არ უთხრა უარიო და ქსოვა დავიწყე მე. ისიც თქვენი სწავლეთ. ქსოვითაც და კერვითაც მე რემონტი გავაკეთე სახლში. ეს შემდეგ წლებში უკვე. ხო, ამაზეც ვისაუბრებ. ეხლა მე ჯერ მინდა იმ პერიოდს დავუბრუნდე დუშეთს. სანამ თეატრალური იქნებოდა მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრეთ, ხო? მუსიკალური ეს დედაჩემს ძალიან უნდოდა ეს მუსიკის პედაგოგი და იქ რაღაცა და თქვენ გინდოდათ? მაინდა-მაინც რო გითხრათ, არა, ბევრი რამის ნიჭი მაქვს. ხო. მაგრამ დიდი პიანისტი არ გახლდით. პედაგოგი კარგი ვიყავი, მაგრამ თვითონ რო დავჯექი და დაუკარდა გავაგიჟე ვიღაცა ეგ არ იყო. დედა იყო წინააღმდეგი მსახიობობის თუ არა? წინააღმდეგი არ იყო, რა მითხრა, იცი რო ხე მე დედა ბაბადებს საბუთები შევიტანი და ბაბადებს თეატრალზე. მოდი ნუ იტყვი ჯერ. იქნებ ვერ ჩააბარო? ვერ ჩააბარე. ნუ არ თქვა რომ ვერ ჩაირიცხე, ვერ ჩააბარე, მაგრამ თუ ჩაირიცხე, მე უკვე ვთქვათ და ესეც მოვიქცე. ესეც მოხდა. ყველაზე კარგად ჩემთვის ის იყო აი სასიამოვნო ხორავა იყო, აკაკი ხორავა კომისიის თავმჯდომარე, მისაღები კომისიის თავმჯდომარე და ისევ ეს ლექსი წავიკითხე. და რო დავჭექე იქ და ეი თქვენ არა გველებოდა მე უცბად შუა იმაში მესმის გაკოი замечательный театральный голос. აუ მე ვთქვი მოხვედრილი ვარ უკვე. ხორავა რო ამას იტყვის, ესე იგი დავთავრდა იქ და მართლაც პირველ იღბლიანად მოხვდით თეატრალურში და იღბლიანად მოხვდით დამთავრებისთანავე მარჯანიშვილის თეატრში. რაც არ იყო ხა მარტივი თემა, ხო? იმიტომ რომ სხვათაშორის ჩემი პროექტორის და რექტორის და ჩემი პედაგოგის რეკომენდაციით მოხვდი მარჯანიშვილის თეატრში და დოდო ალექსიძე იყო მაშინ მოსული, ახალი და რაღაცა თავიდანვე მივიღე როლები, სულ დაკავებული ვიყავი. იქ ძალიან კარგია, მაგრამ ამ ხელა თეატრში რომ მიდიხართ, ხო? ამ სეთ სახელის ვინ არის იქ? ვასო გოძიაშვილი. გოძიაშვილი და ვერიკო ანჯაფარიძე. ფანტასტიკური თაობა მსახიობების და უკვე ვარსკვლავები. უკვე ხო. როგორ შეხვდნენ? აი ხო არ იყო ის მომენტი, რომ ახალმოსულების მიმართ დიდად არ იყვნენ გასწავლილი. ხო, გამოცდასავით რაღაცა ურთიერთობები, მაგრამ ძალიან ჩქარა მიმიღეს ახლობლება. აი სოფიკო ჭიაური 72 წელში მობრუნდა რუსაველის თეატრიდან.
და ვერიკვან ჯაფარიძემ გაანაწილა ურიელ აკოსტა და მეც დამაკავა ურიელ აკოსტაში. შემოვიდა თუ არა რეპეტიციაში, შემხედე, წამოდი ჩემთან მეთქე, მომკიდა ხელი იქიდან მათ მეგობრები. იქიდან დამეგობრდი და ძალიან მეგობრობდი თქვენ, ხო? ძალიან ახლო მეგობრები იყავით. იცით როგორი მეგობრები ვიყავით, რომ საკუთარი ოჯახის წევრს რო გაუკეთებ, ისეთნაირად მეკცევდა სოფიკო. ნატრის ხეშიც მოგიწიათ? ნატრის ხეშიც კი და ერთ ოთახში ვცხოვრობდით, მე სოფიკო და სანდრო, იმიტომ რომ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. არაჩვეულებრივი ადამიანი. იუმორი ჰქონდა თან ფანტასტიკური, ხო? კი, იუმორიც კაი ჰქონდა და ადამიანი იყო კარგი. ფუფალას ცნობილი სცენა, სადაც თქვენც ხართ. ერთად ვარ. გადაღების მერე ვთქვა, დედა ჩემის ხიგლებს კარგად მიიწვევდა. იცი რა მეფრი. მართლაც ლამაზი ვიყავ. ვარცავგავ. ალქალას. ოქროქალას. მერცხლის თვალებას მეტახდნენ. ეხლა კი ბუს გეძახიან. ბუს. დამკლებარც არ მიუგავსა. ხომ ჭკნარი ვარდი ვარ, მაინც ვარდი მქვიან. ხახვი და ნიორი ხომ არა ვარ დედა შენი ვითა. ბოლო შეხვედრა თქვენი როდის მოხდა? გარდაცვალების წინა დღეს და სხვათა შორის ყველას არ უშვებდა თავისთან. იტყოდა რომ არ მინდა ნახონ. არ მოწონდა იმ მდგომარეობაში ენახათ და შევადნაძემაც დაურეკა რომ და უარი უთხრა ჯერ ნუ კარგად გავხდები მე. უარი უთხრა ყველას. სამ ადამიანს ვიშვებდა. ბიძაშვილს ქეთის, ნათელა შარაბიძეს, ნანა კიკეთა და მე აი სამ ოთხ ადამიანს. რა გიტრათ გახსოვთ რაზე ისაუბრეთ? გიკვდებია სმათო. შეიკავეთ სრემლი თუ გაგიჭირდეთ მაშინ? შევიკავე და გადავედი ისევ იმაზე რომ რას ლაპარაკობ შენ როგორ შეიძლება რაღაცა რას ვამბობდი არ ვიცი მაგრამ რაღაცას იმა და ერთი კი მითხრა მე ადრე ვეუბნებოდი რომ გაიკეთე ოპერაცია სულ ამას ვეუბნებოდი და სულ იყო უარზე რას ჩამაჩემი ამ ოპერაციაზე არა ის თუ გაიკეთებინა დღესაც შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო და რა მითხრა როგორ არ დაგიჯერე აი ეს მითხრა გამარჯობა. აი კარგი გოგო. ხომოვენ. მოდი, დაჯექი. ისე შეგეწიოთ მზე დედასთან მიმავალი როგორც თქვენ მე მიყვრით. როგორა ხარ ფუფალ, როგორა? როგორა ვარ. კიდევ ერთი დიდი მეგობარი ჰყავდათ, სესილია თაყაიშვილი. სხვათა შორის ლეგენდა. სესილია თაყაიშვილი და მე დავმეგობრით ჯერ მეზობლობიდან. ხო, აი ეგ მაინტერესებს. თქვენ იქ ნაქირავები ბინა გქონდათ და აღმოჩნდა რომ სესილიასთან ახლოს სესილია სეზონში ვარ და სესილია პირდაპირ ჩემ გვერდზე ვინც იყო არაჩვეული კალბატონელი ლუციკო ორჯონიკიძე, ის იყო მეგობარი და შემოვიდა თუ არა, მოდი გოგო შენ ჩემთან. გიცნობდათ თუ უბრალოდ დაგინახათ და იცოდა რომ მსახიობი ვარ მარჯანიშვილის თეატრში და უკვე რაღაც სპექტაკლში ვნახა. წამიყვანა თავისთან, თავისი ისეთი გამაცნო იმ წუთში ნატა არაჩვეულებრივი მეგობარია ჩემი და მანანასთან შვილიშვილები და შვილი იყო დათი. დათო ამბობდა ჩემი და არის მას მათი. ანუ შვილივით მიგიღოთ ხო ძალიან ძალიან ახლობლად მიმიღო და რაც კი ხო ყველა ადამიანს თავის რაღაც პატარა საიდუმლო ხო აქვს. აი რაღაცა ყველას რო არ ეთქვი და არ გააფიშირებ. ყველაფერი ჩემთან. იცოდით ხო? ყველაფერი. კარებს ტოვებ და ღიას. იმიტომ სპექტაკლიდან რო წამოვიდოდი, უნდა გამევლო ღამე. უნდა შევსულიყავი სესილიასთან ჩამებარებინა. რა ხდებოდა თეატრში როგორ იყო და რო ყვებოდი იციდოდა და კიდე თავიდან მომოყოლინდებოდა თუ მოეწონებოდა და კარები იყო ღია აი რატო ტოვებდა ისი ზარი არ დარეკო არ გააღვიძო ისე ძინავ დანარჩენებს ოჯახის წევრები რო არ გაგიწევს მელოდებოდა სულა და თუ თქვა დაურეკად მეტყო დღეს ვერ მოვალ რაღაცა მერე სახლიდან ტელეფონი 3 საათამდე ჩემი შვილის უბედურებაც მეყო ისიც მეყო რაც აქამდე ვიწმიეთ რაც აქამდე წერდა და გვაწვადა სიღარიბე. რჩევებს გაძლევდათ? რაც აი სამსახიობო რჩევებს არ არსებობდა, თქვა ტელევიზიაში არის რაღაცა პოეზიის საღამო და მე უნდა წავიკითხო ლექსი. ჯერ ჩემთან მოდი. წამაკითხებდა. რაღაცა ლამას პატარა შენიშვნას მომ არ არსებობდა სულად წამეკითხა. ერთ-ერთი რეპეტიცია მახსოვს ძალიან კარგად. სესილიასთან წავიკითხე, მეორედ წამაკითხა, რაღაცა კიდე მითხრა, ესე აი ესე ჯობია, ესე, ამაზე ესე დაფიქრდი და მერიკო კუჭოხიძესთან მქონდა რეპეტიცია. ასმა დღეს გადასარევი იყავი მერიკო და მე იმდროში მივხვდი რატო ვიყავი. ვისი დამსახურებაც იყო, ვისი დამსახურებაც იყო და ერთხელ სხვათა შორის მანხაზ ბებურიშვილმაც მომიყვა, ეს რო თქვი თეატრში. აუცილებლად სესილიასთან რო რაღაცას მეტყვის, მე უკვე ყველაფერი კარგად
სცენაზე ვდგევარო და გამოვედი კულისებში. მახას ერთი წუთით მოდი, რა მითხრა არ მახსოვს. გავედი და გადასარევად ვითამაშე. აი ესეთი საოცარი. აი ესეთი კარგი მეგობარი და მრჩეველი ყავდათ, სწორი მრჩეველი. და ძალიან ინტიმურ ამბებს გიმხელდა, წერილებს რო წერდა დედამის, რომელსაც არავის არ აკითხებდა თქვენს გარდა, ხო? საწოლის თავთან ქონდა პატარა სურათის დასადები და ჩამოკიდა იმ სურათის უკან იყო მისი წერილები, რომელსაც დედა რო დაწერდა, სურათის უკან დადებდა. ეს რიტუალივით ქონდა, თითქოს აი დედას ელაპარაკება. ან თქვენ გაკითხებდათ, გაძლევდათ უფლებას. კი, და ბოლო დღე იყო რა. მე ტელეფონით დაურეკე და მოუყევი რაღაცა თეატრში მომხდარი ამბავი და იმდენი ცინა, ხველება აუტყდა. ხო და დაკიდა ყურნელი. მეორე დილით ურეკავდა სესილი საავადმყოფოშია. იმ ღამეს უჭისწული ქონდა და დაემართა და ის იყო ბოლო დღე და ბოლო თუმცა ერთი წერილი თქვენს მოგწერათ, სადაც წუხდა იმაზე, რომ უნდა და ვინმე მოეძებნა, რომ გაერიგებინა თქვენთვის და ვერ იპოვა. როგორ იყო? როგორ იყო? ვეძებო შენთვის საქმროსო. მე ვილობდა ამ თემაზე გეუბნებოდათ, რომ უნდა და ძალიან უნდა და რომ ძალიან ბედნიერი ყოფილიყავ. და ყველა სული ყავს. ვინც ვიკითხე. და გამოვიხედე და ეს ქალები აქო ექთნენ ის თუ გაუთხოვრები არიან ისე რომ არ ვერ მოიძებნება აქ კაციო და ამ წერილს ეს იუმორში წერს და მე ეცე შენო არ დაგავიწყდესო სახში რო არა ვარო რამე რო ჭირდებოდეთ ჩემებს მეაკითხეო და უპატრონეო რა. დედა როგორ უხდებით ერთმანეთს? დედა ერთმანეთის ხარ შექმნილი. დასუშილე ხლა ბავშვი სადმე დასუსად. არა, იყოს უნდა წავიდე ძალიან მეჩქარება დიდი მადლობა. საუბნა წავიდე შუა. არ გაინტერესებს ჩვენი სახკარი. ვის ოჯახში შეგოდი ხარ? ვინ ვართ კოპერიზები? რა ვართ? არა, უნდა წავიდე. ისეთი ბაჟე გავაკეთე, ისეთი ბაჟე მარტო მაგის ჭიწყლის ჩვენ ოჯახში მოსვლა. მე რეცეპტებსაც ჩაგაწერინებ და ყველაფერს გადმოგავარებ თელ სამზარეულოს შეგავარებ. წავიდე, წავიდე. მე მინდა ხა მარჯანიშვილის თეატრზე ვისაუბროთ, როცა მიხვედით. არის ხოლმე კონკურენცია და ცოტა შური. კიდე ის რომ არ უნდათ რომ როლზე თქვენ დაგამტკიცონ და უნდათ რომ სხვა რა თქმა უნდა, ბევრჯერ ეს ყოფილა ის ყოფილა რომ დუბლიორი ხარ და არ უნდა რომ გათამაშო, ყველაფერს აკეთებს რომ შენ არ ითამაშო. ხო და წინდათ ამბობდით რამის თუ ვიკეტებოდით და არა, მაგაზე ხომ შევდებოდი, იმიტომ რომ რა აზრი ქონდა, ხა რა იტყოდი რა, ხვალ იჭიდავებდი რა, შევდებოდი. დიდი ხანია მე შენს ხელში, მშვიდობიანი დილა არ მქონია. ეხლა კიდევ უნდა მიჩხუბოთ? მე შენთან ხან თხოვნით. ხან ფერით, ხან ბრძანებით. ხან ტკბილის სიტყვით ვერაფერს გავხდი. შენ მაინც შენსაც განაგრძო. ფეხქვეშ გათელე დიტოს ჯანმრთელობა, სახელი, პატივისცემა, პიროვნება. ყოველგვარი შელამაზების გარეშე გაფრთხილებ. დიტოს რამე რომ დაემართო შენს გამო. ცოტა არ გაგახარე. ნასვამი თუ გასულ ხარ სცენაზე როდესმე? სპექტაკლის წინ თუ დაგილებია. ეგეთ რა. მე საერთოდ მასთან ცოტა შორსა ვარ. არ გიყვარ დალევა? არა. თეატრშიც თუ დალევასთან დაკავშირებით სახში ქონდა პულმარილი. მე და სესილია მოვაწყეთ. იმიტომ რამოდენიმე ადამიანმა პატევი უქცა რაღაცა სახეის თანამდებობის პირებმა და გავაკეთოთ და თეატრის ხალხი და 12 კაციანი სუფრა გავშალეთ და მე ისე დავიღალე ამ გაკეთებაში და დავიეკი ჩუმადზევა და სესილია მე რატო ხარ ჩუმადო? მე დავიღალე და სესილია არა დალი ეხლა და წარაფი ქონდა გურჯანიდან გენიალური უინო და ერთი ჭიქა დავლე. რო დამკრა თავში და რო დავიწყე. მოყოლა იმისი რაღაცა ფოკუსები ესენი რომ მოვიდნენ გვითხრას 1 საათი თვათ. მეტი არ ვცალი, იმიტომ რომ კონფერენცია თუ რაღაცა გვაქვს. ეს იყო 5 საათზე თუ 6 საათზე საღამო. დილის 4 საათი იყო და აღარ ვიდიოდე. ხო. ან მალეთვრებით, ხო? ძალიან, მაგრამ კაი ხასიათზე ვდგები და მინდა რომ რაღაცა და რაც კი ვიცი, ყვები და ვაპარაკობ და ვარ ერთ ამბავში, კაი ამბებს წოწყობი ხო. მომგდანით ახალგაზრდა, მომგდანით სიჩუმე. აბა, ნერვიულობენ. ველავთ. დავით ხეთო სამი 1 2 3 1
თეატრში კიდე იყო ერთი ადამიანი, რომელიც გაქებდათ. ოთარ მეღვინეთუხუცეს, ხო? შეგაქოთ. კი, იყო ესეთი სპექტაკლი რეფორმატორი, რომელშიც არის ეგეთ ხალხს თამაშობდი, რომ ექსცენტრიულს და რაღაცა და რომ დამთავრდა, მე იყო საუბარი, ხო, კარგია, განხილვა როგორია და შევედი განხილვაზე გრიმი რომ მოვიხსენი და ვერ გავიგე ვიზე და იყო ლაპარაკი. და მეღვინეთუხუცესმა დღესო მაგან გადასარევი რამე გვაჩვენო არაჩვეულებრივი შეასრულაო და ვიზე ლაპარაკობს მეთქი ვიკითხე და შენზე გენაცვალე ვა მოუჩეყოთ გაგეხარდათ გამეხარდა იმიტომ რომ თვითონ გაი მსახიობი იყო ცოტა ნამდვილად გენიალური მსახიობი იყო თუმცა თქვენ შორის ურთიერთობა იძაბება მერე და ეს ხდება როდესაც არ მაპატიეს სოფიკოს მეგობრობა და ესეთი ახლობლობა არ მაპატიეს ის რომ თქვათ არ შემიძლია ყვილა მოვეფერო პირფერობა არაფერთ არ შემიძლია და ის ამბავიც ხო იყო როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელად ირჩევდნენ ოთარ მეღვინეთუხუცეს და თქვენ არ მიეცით არ მივეცი ხმა და თან სოფიკომაც უთხრა რომ არ გჭირდება შენეს ოთარ არაფერს იკეთეს არ მოგიტანს იმას ეგონა რომ რას ქვია შენ მაშინ შენ გინდაო რაღაცა ქონდა ოთარს მინუსები რო არ მიეცით ხმა გამოხატა გითხრათ გამოხატა და დამაქიეითა იმით ხელფასით ნუ უკვე მიხვდით ამას ხო და რომ მივედი ვკითხე რატომ ეს ურჩი ხარ და იმიტომ მე დიდი მასში გადაიზარდა იცი რა თუ ბევრს ვილაპარაკებ შენც მიგაყოლებო მიმაყოლებ და დიდი კონფლიქტი იქნება და მე გამჩერებელი არა ვარ ოთარ მეთქი მე რა შენ დიდი კაი მსახიობი ხარ მე კიდე სამართლიანი ადამიანი ვარ და უსამართლობას ვერ გავიტანმე. ეს არის ცნობილი სკანდალი, რომელიც მე მოხდა, რომ თქვენ გაგიშვეს სხვა მსახიობებთან 35 მსახიობი თეატრში. ხო, მათ შორის ისეთი სახელები და გვარები, რომლებსაც არასოდეს ხელი არ უნდა მოეკიდათ მათთვის. და იმ საღამოსვე თქვენ გადაკეტეთ მარჯანიშვილის თეატრის იმ დღესვე გადავკეტებ. გააშუქეს ეს ამბავი. CNN, BBC, Reuters, ყველა აბსოლუტურად. ხო, აბსოლუტურად რუსთავი ვერ ახალი დაწყებული იყო იმ 96 წელი იყო, ახალი ის იყო რუსთავი 2 და რუსთავი 2 ყველა აბსოლუტურად ყველა ტელევიზია და ყოველდღე ვიყავით რა მოხდა და უკვე ეს რა მივქარე, ეგ არ უნდა გამეშვა ჩემ, მაგრამ ხო და რამე შემოგითვალეს, რომ დაბრუნდით და ყველაფერი დავტოვოთ როგორც იყო არამე იყო. ეს პერიოდი შემითვალეს შერიგება. მე ვთქვი კი ბატონო მეთქი, მაგრამ მე შერიგება ჩემზე არ მქონდა მარტო რეაქცია, მე გამაბრუნე და გავჩერდები. ამას მე არ ვიკადრებდი. მე რო არ მეკუთვნოდა იქიდან გაშვება არანაირი კანონით ეგ ყველა მისის. და მარჩენალი ვიყავი შვილის და დედის, არაფრით არ შეიძლება. ამ დროს სამ სპექტაკლს თამაშობ. აქედან ორ თავარ როლს. იმას ვერ ამბობ რომ არ თამაშობ და ვერ თამაშობ. იმას ვერ ამბობ რომ ამჭირდება ეს სპექტაკლები და ხსნი. აი რაღაცა არასწორი ისენი იყო ყველაფერი. და ამის წინააღმდეგ წავედი ყველანაირად. სხვათა შორის მე გითხრათ სიმართლე. დღევანდელი სასამართლოს უარ მომწონს. მქონდა რაღაც შეხება მეგობრის გამო. და მაშინ 9 პროცესი მოვიგე. ხო და ეს უნდა მეკითხა 9 პროცესი მოიგეთ. რა გინდო, რას ითხოვდით? ბოლოს რას ვითხოვდი? ყველას დაბრუნდა. 35 ადამიანის დაბრუნებას და კომპენსაცია სავარაუდოდ. 15. შევარდნადეს უთქვამს, კაცო, რატო გამიკეთეთ ეს? არაფერი საჭირო არ იყო ამის გაკეთება, რომ ხალხი გაგეშვათო. რაღაცა 7 ლარი ქონდა ხელფასი. ხო, მესმის. სულ არ იყო ეს იმის გულისთვის რომ რაღაცა, ნუ მე ვარ და ჩემი ნაბადი გააკეთა. პირადი დაძაბულობის შედეგი იყო ალბათ, ხო, ეს ყველაფერი. ეს არ უნდა გააკეთოს. მე შევრიგდისავით ვითომ, მაგრამ მე ისევ თავიდან მოხდა ისე არა, ისე რაღაცა. შევრიგდისავით რას ნიშნავს? ანუ შეხვდით ოთარ მეღვინეთუხუცეს? შეხვდი და უთხარი და მითხრა სხვას არის ჩარეული, მარტო ჩემი გაკეთებული არ არის რეჟისორები და მიგანახესო, მითხრესო, შენ რატო გააკეთებ? არ გამოდიოდა იმის ხასიათის ადამიანთან. აი ესეთი რომ შევის და იმის სახით, არა? უცბად სხვა რაღაცას ეტყო და სხვა აი ძოლი იყო თუ ვინ იყო არ ვიცი და გურანდასთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა? იმ წუთში თითქოს გურანდაც შეგვიგდა თვითონ შემიგდა თითქოს რაღაცა, მაგრამ მე არ მაინც ვერ დავაგდა სიტუაცია და რატომ არ ვარ გაჩერებული და რატომ შეგენაცვალე? ოღონდ მიმიღე და ჩუმად ვიკეთებ. ეგ გამორიცხულია ჩემი. და სასამართლომ რო დაადგინა მერე და მოიგეთ. დაბრუნებაზე არ იყო საუბარი თეატრში? რატო არ დაბრუნდეთ? რატო და ყველა დააბრუნე და დაბრუნდები თუ არა არ დაბრუნდები. და ყველა არ დააბრუნეს. დააბრუნეს ის 14 და დანარჩენი არა. და გარდა მაგისა იყო ფინანსური დარღვევები ძალიან დიდი. ის გამო შეიძლება ვიღაცა ციხეში წასულიყო.
და მთხოვეს რომ გინდა რომ ღეში წავიდეს ადამიანიო და არ გაუშვით ცეთეში ის ვინც დამნაშავე იყო. წლები გავიდა ამ ყველაფრის მერე, ხო? და ოთარი მეღუნეთ უხუცეს და გურანდა გაბუნია, არაფერი საერთო არ მქონია. აღარ შეხვედრით ხარ, საერთოდ წენა ისევ გააქვს. მე შემეცოდა ბოლოს აი რომ დავფიქრდი, არ შეიყვარა ხალხმა ისე როგორც ღირსი იყო იმედი. თვითონ ოთარი. არა, ოთარ მეღუნეთ უხუცეს ძალიან უყვართ. არა. როგორც სახეობი ძალიან. როგორც სახეობი კი, მაგრამ პიროვნული მინუსით უკვე როგორ თენგიზარჩვაძე თითიდან გაუშვებ შესაყვარებელია ის სახეობა. არა, ორი თენგიზარჩვაძე გენიალური მსახიობია, ოთარ მეღუნეთ უხუცესის ხო, არა, ხალხს უყვართ. ამას შევთანხმდეთ. თქვენ მოდიხართ თეატრიდან. არ გიფიქრიათ სხვა თეატრში გადასვლა იმ დროს? თუ იმდენად დასტრესილი იყავით, რომ არ გინდოდათ? არა, არ გადავსვლა. ეცით რა არის, ერთი და მე ვიცი. ხო. ვინც გადავიდა სხვა თეატრში და შეცვალეს, არაფერი საინტერესო არ გამოვიდათ, იმიტომ ის არის შენი, სადაც ხარ. ხო, მესმის. სადღაცა კუთხეში მიგდებული და მიბრუნებული და რაღაცა მაგრამ ყოფნა არ მინდა. არ გინდოდათ. თუმცა ეს არის ძალიან დიდი სტრესი. იმიტომ რომ რჩებით შვილით, დედით, კი გასაგებია რომ მე ბევრი საქმე წამოიწყე და ამაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ სტრესი გქონდათ ისეთი რომ რაღაც პერიოდი ჩაიკეტეთ და არა. არა, მე ეგეთი ქალი არა. არა, ხო? არა. ერთი წამით ამ მქონია ის რომ რაღაცა აი რა წოდობა. არა, პირიქით, იქით ვეხმარებოდი კიდევ ვიღაცა. ამაგარია. საზღვარგარეთაც წავედი, აი რა ფირო არ იყო, ჩამოვიტანეთ, ჩავაბარეთ რაღაცა, არაფერზე, ყველაფერი, ყველა ან ჩამოქონდეთ რაღაც ნივთები აქ ყიდიდი. ხერს ვეხმარებოდი მსახიობებს. ხო. რამდენს უთქვია ჩემთვის, შენ რო 20 ლარი ჩამიდე ჯიბეში, 3 დღე მაგით ვჭამე საჭმელი. უთქვია კარგ მსახიობს. თქვენ ყიდიდით ამ სამოს, რასაც თქვენ ყერავდით და აკეთებდით, ხო? კი. სესილიამ რომ ეხმარებოდა არის ცეთი პერიოდი. სესილია თაყაიშვილი გეხმარებოდა გაყიდვაში? ეხლა გითხრათ ეგის და თავის ახლობლებს ეთყოდა რომ ასმათი ძალიან კაი რაღაცებს და თუ ვინმეს უნდა და დამირეკავდა. აი იმან დამირეკა რომ ამ ეს ქუდი დაკაშნე უნდა, ამან დამირეკა ეს უნდა ის და ეხლა ჩემი დაბადების დღე და ამაში მეხმარება სესილი. ჩემი დაბადების დღეა და მეგობრებმა კიტრი და პამიდორი თებერვალში ვარ დაბადებული 25-ში. კიტრი და პამიდორი მომართვეს იმისთვის, იციან რომ მსახიობების მოვლენა უნდათ რომ ლამაზი სუფრა იყოს. და სესილია მოვიდა და ამ დროს ეს კიტრი და პამიდორი რა იყო იცით, აი რა რაღაცა ბრილიანტური შოუ ესეთი რაღაცა იყო და უყურე შენ ამას მე ამის ქუდების გაყიდვაში რა ვიღალეო და ეს კიტრი და პამიდორს ყიდულობს თურმე. ინაულის ამბავი იცით ხო სესილიას ჩემი? არა. არის იცით ეგ. იმაში ლიკანში წამიყვანა სესილიამ თავისი საგზურით. აჰა. იმაში ხო ესეთი ის იყო მთავრობის ხალხი და რაღაცა და განსაკუთრებული ადამიანი და არ მეკუთვნოდა ეს განსაკუთრებულობა და ჩავედი და სესილია უკვე ჩასულია. აი ზუსტად მანქანა გამოვიყვანე და არ მეცალა მაგისთვის და სესილია ჩასულია და შედი ერთი რას გეტყვისო სესილია, შევედი არა გენაცვალეო. ანოდნი ხარო, სახალხო, არა მე ვთხარი ახლა. არა, სადამ აქ ადგილი. არა, აი ესე არ არის, გამოვედი. რა გითხრა, რო არის გითხრა მე. დაჯექია და შევიდა და 2 წუთში მოდბის დივანი. მობძანდით, შევედი. რატო არ მითხარი შვილო? უნდა მწოდნიყო, რაში იყო საქმე? აი მე მეთქვი რა უთხრა ამისთან მომერი და ვეუბნები ახლა. კიდე რატომ უნდა გეთქოთ? აი მომერი და რატო არ მითხარი? რა გინდა მითხარი? სად გინდა მითხარი? რორი ნომერი გინდა, ეს გინდა? აი მე ვთქვი რა თქვა ასე გამოვედით, მომწე. რა უთხარი მე? ინაური იყო კგბ-ს უფროსი, მინისტრი. ინაურის დიშვილი იყო. მოატყუა. და ესე იგი ყველგან სადაც კი პურმარილი იყო პირველს მე პატიჟებდა. აბა რა იქნებოდა შიში. ინაურის შიში. გაიგეს ბოლოს რო არ იყავ. ბოლო დღე არის, მოვდივართ, იქ არიან ყველა მისის უკვე მთელი მინისტრებია თუ ვინც არიან, ყველა მისის რაღაცაობა მინისტრო, მე ვარ პირველი სტუმარი და ვიფერებთ ამას და ბოლო დღეს ინაურს არც დაყოლია და არც დიშვილი. გამოაცხადა სესილია. ბაიც გამოგიჭირეს. სესილია მუთხრა. სესილია. არც დაყოლია და არც დიშვილიო და ასე დავჭით უინაუროთ. ნანა, მოდი, ნელ-ნელა დავიწყოთ და საღამომდე ყველაფერს მოვასწრებთ. ლეილა, მოდი მე ახლა წავალ და პროდუქტს მოვიდა. გუშინ მე ყველაფერი მოვიტანა. ხშირი იყო 90-იანებში კიდე ბინის გატეხვები, ძარცვა. ხო არ ყოფილა ან თბილისში ან დუშეთში? იცით დუშეთში კი.
სამჯერ გამქურდეს და თანაც იქ ვიცი ვინ დაიჭირეს მე ერთი მეზობელმა ძვირფასად შეიყვან თან წიგნებიც კი წაიღეს ჩემი დის არაჩვეულებრივი ლექსიკონები ინგლისურ ქართული რუსული ინგლისური და ასე შემდეგ ფრანგული ინგლისური და ბევრი გადასარევი წიგნები წაიღეს და სხვათა შორის ჩემს სახლში იყო სარკე რომელიც ჩემმა პაპამ ვლადიკავკაზიდან ჩამოიტანა რომ წამოვიდნენ 21 წელში და ეს სარკე წაიღეს და გაყიდეს იმ სოფელში საიდანაც პაპა ჩემი იყო საოცარის ებნისი ეგეთ სოფელი გაყიდეს მაგრამ პოლიციამ მიპოვა ხო დაიბრუნეთ და ეს ბიჭი ახლობელი იყო თქვენი ჩემი დის მოსწავლე დაიჭირეს კი დაიჭირეს ყველას ორი ხადა ბანდიტი იყო საშინელი ვინმე იყო იმ ორმა ბიჭმა ერთი კვირის მერე ქალი დაახშო ცეპის გულით საშინელი ვიღაცები იყვნენ საშინელი მიიღეს თავისი მისაღები რაც მესმის დამშვიდით ხალბატონო აი იქნებეს ცოდავი ბავშვი ისე თლათ არ იყო კარგი სულის მაგრამ სიკვდილისთვის ყველა ცოდვა რამდენი ხანი არა საქმრობს ამ სახლში მარტო ხელაქანი ცხოვრობდა ეს ბავშვი აიყვანა მომლელად მე გარდაიცვალა ეს ქალი და ბინა ამ ბავშვს დარჩა რამდენი ხანი ეს 2 წელი იქნება უბრალოდ ბატონო თქვენ აქ კითხულობთ გვადოთ ხალხი ხსნით თბილისში ბარს ეს ის წლებია როცა ფულიც არ არის ხო საიდანაც უნდა იშოვოთ ფული რომ ინვესტიცია ჩადოთ სავარაუდოდ ეს ვალი აიღეთ ხო ნაწილობრივ ჩემიც უკვე მქონდა იმ რომ წავედი წამოვედი იცით რა ცოტა მეშინოდა რა მე შემეძლო მეყიდა ის არ ვიყიდე იმიტომ რომ მე არ ვიცოდი რა გამოვა ხო აი მაგას რო წაგებაზე რო წასულიყო შეიძლება ის რაც ჩადებული გაქვს აი ამიტომ არასწორად მოვიქეცი მაგრამ არ ვიცოდი ჯერ ის ვერ მივხვდი იმას რომ ჯობია იყიდო და შენი იყოს და მაგრამ გამიმართლა მაინც იმიტომ რომ ძალიან კაი გამოვიდა იქ სხვა პარტნიორები მყავდა მაშინ მე გავიყავით პარტნიორები და ის იმათი იდეა იყო ჯერ არ ვაპირებდი მე მეშინოდა მაგისი ჯერ ახალი ამბავი იყო და სულ 7 ბარი იყო თვით ვიცი და თან რისკიც იყო რა შეიძლება ისეთი ვალი აგებოთ რომ სახლიც ბინას გაგეყიდათ ხო საბოლოოდ ძალიან ბინაზე გამახსენდა როც ჩამოხვედი დუშეთიდან თბილისში ბინა არ გექნებოდა ხო ნაქირავები რა თქმა უნდა და მივიღე თეატრიდან და სოფიკო ჭეურელის დახმარება და იმ პერიოდში როცა ნაქირავებში იყავით თბილისში ხა ფული დაგჭირდებოდათ ხო სტუდენტ გოგოს აი ეს სესილეს რომ ეხმარებოდა მეთქი და ხო და კიდე ბავშვებსაც ამზადებდი და ვიცი რომ მარინა თბილელმაც მარინა თბილელმა არაჩვეულებრივი ალბათონი ახალი მისული ვარ თეატრში და იცოდა რომ მე ბავშვებს ამზადებ და დამატებითი შემოსავალია ჩემი და ბაიასო მინდა რომ ამიცა თვალიშვილს და ბაია პედალა იყო საყვარელი 7-8 წლის თუ რაღაცა და ისე დროს დამიბარა რომ თან სადილზე პატიჟებდა ყოველ მისვლას რა მაგარი ყოველ მისვლაზე სადილს გაშლიდა და მე უნდა ვისადილო შენ ჩემთან ანუ არ უნდა რომ გეგრძნოთ ზედმეტად რომ რაღაც უხერხული მდგომარეობა შექმნილიყო აი ალბათონი აცხონოს ღმერთმა არაჩვეულება მაწყავდა ბაი კი ნამდვილად შესანიშნავი ინტელიგენტი განათლებული კარგი პიროვნება აი სანახებო პიროვნება და ამიტომაც არის არაჩვეულებრივი პიროვნება თავად ბაიაც თვითონ ბაია გადასარევი კაი გოგოა და კაი ნიჭიერი მსახიობი ნამდვილად თითოს ახალ ძიმე პერიოდი კურნაო ხელი შეწყობა და ჭკვიანი ქალი ჭირდება გვერდით ჭკვიანი ქალი მოუყანო თუ რას მეუბნებით მე არ ჭირდება მუპერებად ასე მომისმინეშო ერთად დგომით ბრძოლით ურთიერთპატივისცემით და გატანით ყალიბდება ნამდვილი ქართული ოჯახი ბავშვებით სიმშვიდით სიყვარულით თითოს ახლა მხარდაჭერა ჭირდება და არა სულელი გოგოს კაპრიზები 2001 წელი ეხა ბევრმა არის ან ბევრს არ ახსოვს უკვე ჩემთაობასაც კი მაგრამ მე მოვიძია რომ კანდიდატი ვარ კანდიდატი გახდით ვაკის დეპუტატობის როცა მიხეილ სააკაშვილი იყო თქვენი კონკურენტი და ის სარიშვილი ირინა სარიშვილი ირინა სარიშვილი მიხედა ჯაბა იოსელიანს დიდი მადლობა რომ პირველი მომიწვიეთ საერთოდ მომწონს ეს პირველობა პირველი ქალბატონი გახლავართ მერობის კანდიდატი და პირველი სტუმარი თქვენი დაემთხვა ეს ერთმანეთს ეს პოლიტიკაში მოსვლა საიდან აი ამ ბრძოლიდან
ხომ არა არ ფიქრობდით იმაზე რომ მაშინ კი პირველი ნაბიჯი იყო მაგრამ შეიძლებოდა ეს სიყვარული რაც თქვენს მიმართ იყო ანტიპათიაში წასულიყო იმიტომ რომ პოლიტიკოსები არ უყვართ პირიქით პოლიტიკოსები ხო არ უყვართ არასოდეს არ ყოფილა ჩემს მიმართ ეს ცუდი აი მერობაზე ხო ვიყრიტიკებთ მერობაზე იყავით პირველი ხალი კანდიდატი რომელმაც გადაწყვიტა თბილისის მერობა თბილისის მერობა რამდენი ხმა მივიღე ისიც რაც დაფიქსირდა ეხლა იქ ხო იცით რაც ხდება ყველა მიცის ახლა თავი იტრაბა ხონ იმას რომ არაფერი სუფთად გავაკეთეთ ხო იცით ჩემს აიღო 3.9% დაფიქსირდა და ეს რამდენია თბილისში, რამდენი მაცხოვრებელი, რამდენი ამომრჩეველი. მე შემხედრია ქუჩაში ახალგაზრდების, რომელსაც უთქვათ, მე თქვენ მოგეცით ხო, ტყუილა არ მეტყოდა, რაში მჭირდები იმას მე. აღარც მინახია, ხო? აი ეს უკვე იყო რომ მართლა შემიყვარა ხალხმა. მართლა შეიძლება თბილისის მერი გამხდარიყავით თუ ეს იყო რომ ცადოთ? აი რამდენს ნახოთ, რამდენი გვაქვს რეიტინგი. ცადოთ, იმიტომ რომ ეხლა მან დარბანიას რა უთხარი დებატების დროს იცით? ნარმანია იყო მაშინ დავით ნარმანია კონკურენტი. მერობისგან. და სულ ყველგან სადაც გავიხედავ დიდ კედელზე 5 სართულიანი სახლი მთლიანად ნარმანიას სურათი. გავიხედავ რაღაცა უშველებელ ხესთან ჩამოკიდული ნარმანი. აღარ რაღაცა ის არის მონიტორები, მონიტორზე ტრიალებს ეს ისა და ყველგან და მე არა მაქვს ამის საშუალება და არც ვინც წარმადგინა, არც იმათ კონდათ ლეიბლისტებს. არა და რა მე ვარ მე. აი ეს არის ტელევიზიით თუ რამეს ვიტყვი და იქიდან თუ არის ჩემი ამომრჩეველი და ახლა ვარ დებატებზე ნინგა გრიგოლიასთან იმედზე. ხო. დედა ბატონო დავით მეთხარი სადაც გავიხედავ თქვენ ისეთი ისა გაქვთ მეთქი პიარი რო აგერ თქვენი სურათები ხეზია, კლდეზია, მთაზია, ყველგან არის და სახში რო შევდივარ, საძინებელში ვიხედები იქაც ვარ დამხვდება თქვენი სურათები. გაეცინა ხო? ძალიან ბევრი იციდა და რო გამოვედით, მითხრა დიდი სიმპათიით ხო თქვენს მიმართ. მე ვთხარი ტელეფონი მომეცით და მე თქვენ თუ დაგირეკავთ, მე მჭირდებაზე არ დაგირეკავთ. ვინმეს თუ ჭირდება იმ შემთხვევაში მართლაც გააკეთა რამდენჯერ. კი, მე არასოდეს უკან არ დამიხევი, ყოველთვის წინა ხაზზე ვარ და ცეცხლი დამინთია ვაკეშიც და თელ ქალაქშიც. აი დენთან დაკავშირება და კიდევ შემიძლია ეს გავაკეთო. იცი რომ მაგაზე არ შეწუხდეთ მე ჩემ პროგრამას როგორ განახორციელებ, შესანიშნავად ყველას გაჯობებთ. ხალხს იქ ცხელსახში რო ვითაბაშე, იქაც ეგეთი სცენაა, რომ გაზი არ არის, წყალი არ არის, იქაც ვაწყობ იმას აქციას. ხო და აქ ჩემ თანამშრომლები იყვნენ და ტელევიზორს უყურებენ და არის მიდის ცეცხლი. დედა ასმას აქცია აქვს და დაიჯერეს რომ რეალურ ცხოვრებაში იყო, ხო? აქციას წავიდეთ იმასია. თქვენ ერთი ფრაზას ვქვით უკვე მე მგონი მერობის კანდიდატობის მერე რომ მართლა ჭაობი ყოფილაო ეს პოლიტიკა და ამაში ახლა მე თვითონ დავწმუნდი. აი მაშინ რომ აი ესე რომ რაღაცეებში რომ არასწორად მოიქცენის ხო და ჭაობა ხო ისიც ჩათრევა და მე მგონია რომ კარგი ქენით რომ მაგრამ თუ კაი იმას დაიჭერს დიდი ის თუ დაიგა რთულია საქართველოში პოლიტიკა ძალიან რთულია მაგრამ სულ რომ ეგეთები იყვნენ იქ სულ წაწავა ჩვენი საქმე ხელიდან წესიერიც უნდა იყოს ხო თუმცა მგონია რომ მაინც ის სიყვარული რაც გაქვს ხალხისგან მგონია რომ უნდა დარჩეს მარჯვენა ფეხით გასამარჯვებლად მოვედი აჰა გამარჯობა აბა მე გახლავთ ასმათ ყაბლა ძალიან რა თქმა უნდა გიცნობ ძალიან სასიამოვნოა მთელი საქართველოს ძალიან კარგი რამდენიმეჯერ მოხდა ძალიან უჩვეულო ამბავი თქვენ ცხოვრებაში ხო თქვენ და უნებურად მოგიწიათ ადამიანების გადარჩენა ეს არ ვიცი რაღაცა მისტიკაა აი სხვაგან მივდიოდი და იქით წავედი აი ბავშვი ერთი ხო რომელიც სამი შემთხვევა მაქვს ბავშვის ერთი მეოთხე სართულზე რო ცხოვრობდა და თეატრში რო მივდიოდი, ეს თეატრის პერიოდია, მივდივარ რეპეტიცია და რატომღაც შევალ, მე ცოტა ხნით შევალ, და ხედავ ბავშვი გადაკიდულია და ჩემი გადაკიდულია. სახში არავინ არ არის. სახში სამზარეულოში შედან და ლაპარაკობ. არიციან რომ ის ბავშვი გადაკიდულია იმას. მეორე შემთხვევა არის მე-9 სართულზე ვარ მე და რატომღაც მოვბრუნდი ისევ და გადავიხედე ჩემ მანქანას საერთოდ გასულ, რატომღაც გადავიხედე, მესმის ბავშვის ხმა ზევიდან. ავიხედე და ბავშვი იქაც გადმოკიდული ესე 5-6 წლის ბავშვი. აი მე რა ვქნა ხო სანამ მეავა ბებიაშენს დაუძახე მეთქი მე ვთხარი რომ გადავიდეს იქით ბებიის დასაძახე. იმ ბებიას მე დღე დავაყენე. მე ხოწებოდა ჩემ შვილს არ უთხრაო რომ ეს ამბავი მოხდა. ხო მაგრამ რა მაგარია რომ სწორ დროს აღმოჩნდით იმ ადგილზე რომ შეძლებთ. ზუსტად ეგ და ირაკლი მაჭარაშვილი მსახიობი ისიც იყო პატარა მასი დედამისი და მისი ძმა ჩემი ნათლული დედამისი მეგობარი იყო ჩემი აღარ არის
იქაც შევედი იქ და ხედავ ისიც იყურება იქიდან იქაც ჩუმად მივედი ამით გადმოვიყვანე იქაც ავტეხება მიხედედებს და ასე კიდევ ძალიან ხშირად ხდება რომ მე მივდივარ ხო ისეთ ადგილზე აღმოჩნდებით ხოლმე აი ხა ბაში ჩემი გიორგი ყაბლაძიშვილის აღმოჩნდა სადღაც ჩაკეტილი იყო ვერ გამოდიოდა და მე რატომღაც შევიდე არ შევიდე აღმოჩნდი დამხმარე აი რაღაცა არის რაღაც მისტიკაა რა იგაში კარლოვი ვარში ის ბიჭერო გადავარჩინე სად კარლოვი ვარში 25 დეკემბრის ის იყო რაღაც საღამო ნატაშა კობახიძემ და რამაზით ერთად ვიყავით და ყველა ვიყავით გავშევხვდით ამით და ყველა წავიდა სადღაც კიდე და მე ბავშვით ვიყავი ჩემი შვილით და მე სახში წავალ მეთქი არ წავალ მე უნდა ჯერ გადავწავიდე არ წავიდე არა წავალ სასტუმროში და ესენი სასტუმროში წამოსულა ცოლქმარი და ერთი 10 წუთის მერე მესმის კივილი მიშველეთ გია მოკვდა ჩემ თავს ჩავკეტე ფანჯრები ყველაფერი ბავშვი ჩემია რაღაცა და ავედი და რას ხედავ გდია შავი და ენა დაუჭირე, პირი გაუღე, ხელით იმას გულის მასაჟს უკეთებ და რო ამოისუნთქა ცოტა ისქვენი მომეცა იმედი და ამას სანამ სასწრაფო მოვიდოდა და სასწრაფო მუთხრა იმ კალბატოს უთხარით მადლობა 7 წუთი ძლებს ტვინი ჟანგბადოთ გადავარჩინე ისიც და მე რო გამოვიდა საავტოფო და ურალი დამბადიშა და მეუბნები არ მინდა ისედაც სქენი რაღაცა და მაინც არა უნდა აღნიშნო და აღნიშნე ამბავი რომ აღსანიშნია და ასე ბაში ბუცოში ხალი წამოვიყვანე შატილში ვიყავი და არ მინდოდა იქით წასვლა დამეზარა მანქანით იქა და წავიდი და კაი წავალ და წავედი და ხალი თურმე კვდება და წამოვიყვანე დავაწვინა საავტოფოში პერიტონიტი ქონდა დაწყებული და გადავარჩინე ვაშვების დედა სწორ დროს სწორ ადგილზე იქ მივდივარ სადაც ჭირდები რატომღაც გზავნის ზეციერი იქ ალბათ იქ მისტიკა მანდაც ხო არ გრძელდება რამე სიზმარი ყოფილა რაც აქ ხდენია კი ბატონო ორი განსაკუთრებული სიზმარი ჩვენი პედაგოგი ალექსანდრე მიქელაძე ინსტიტუტის მე ვარ სოჩაში და სიზმარს ხედავ 9 აგვისტოს რომ რაღაცა მოხდა თავში და სისხლი მოსდის თავიდან ჩვენ პედაგოგი დედა დილით რა შუაშია სატო დამესიზმრა და დედა შევა რო ჩახვალო უცხო და კითხე უცხო რიცხვი იცი და შევედი 1 სექტემბერს ვართ იმაზე გია ფერაძე ნანული სარაჯიშვილი აბა ხო ჯგუფელები ისე დათო დვალიშვილი ესენი ყოველწლიური მსახიობები არიან ხო ბავშვებო მევთხარი 9 აგვისტოს ნახე ესეთ სიზმარი ეხლა რომ შემოვა ბატონი საში ერთი ვკითხოთ რა ხდებოდა 9 აგვისტოს მეთქე ჩემს სიზმართან რა კავშირია შემოვიდა ბატონო საშა რა ხდებოდა 9 აგვისტოს დედა 9 აგვისტოს არ იყო ჩემი შვილის სახლის მშენებლობაზე რომ მივედი გადმოვარდა ფიცარი დავეცა თავში ზუსტად რაც ნახეთ ეს ერთი და მეორე კიდე დუშეთში ვარ და ღამე მეღვიძება რომ ახლა ვიღაცა მითხრა სუნი გაიგე ალბათობის დამწვრისო და იმიტომ გაგეღვი შეიძლება მაგრამ მეღვიძება და დედაჩე ჰაიკო იყო ერთი სომეხი წარმოშობის სახლი ქონდა იქ ჩვენიდან ერთი 4-5 სახლის იქეთ მოშორებით და მეორე ქუჩაზე დედა ჰაიკოს სახლი წოდა სიზმარში მეთქი მოიცა აბა გავიხედე და ბურბურებს ის რასამ თან სახელით უკვე რომელი სახლიც იყო ვა სურო დამწვრისუნი მოკდარიყო ცხვირთან ეხლა მისი სახლი იწვის ხო დუშეთში რო ინკასატორი მოვიდა დენის გადასახადზე რა უპასუხეთ დუშეთში არისო ეს იყო აქ თბილისში ხო რა უპასუხეთ მე ვარ უკვე ძალიან აქტიური ამ დენთან დაკავშირებით გასთან ვარ არის ხო ეგ პერიოდი თქვენ ბავშვები ხართ სად გახსოვთ რა დღეში ვიყავით აბა ნავთი და ადრე მეთქი სულ მაგრიფი სუნი მქონდა და ეხა ეს ნავთი ხან ფეხზე გადამესხმება ხან ხელზე და სულ ნავთის სუნი ვარ მეთქი მაგასაც მოვდით და ვართ ამ ამბავში და გამოითიშება და გამწარდი და წავედი და შევკრიბეთ გოგოები დაურეკეთ ერთმანეთს და გადავკეტეთ ქუჩა და 24 საათი ვართ ტელევიზიაში რომ სად არის თედი და აბა პარლამენტში და აბა აქ და აბა ერთ ამბავში და ეს ყველა მისი და ყველა მიცნობს რომ აი რა ამბავში ვარ მე დენზე და გაზზე და ეს ქალბატონი არ გავაბრაზოთ თორე დიდი ამბავი იქნება ესე იგი მოვიდა ინკასატორი აი ესე თქვენ არა გაქვთ გადახდილია მე განთავისუფლებული ვარ მე ვთქვი გადასახადებიდან ვინ გაგანთავისუფლოთ ერეკლე მეფემ და
სერიოზული სახით შემომხედად. ამ დროს მართლა ერეკლე მეფემ ჩემი დიდი პაპა გაანთავისუფლა, დიდი პაპა. რომელიც სამასე აროგველებიდან ერთ-ერთი იყო. გაანთავისუფლა გადასახადებიდან. ეხა ამანი ფიქრა, ეს 24 საათი ამ დენზე და იმაზე ყვირის, იქა ხო არ გარეკაობ. ხო, და თუ არ გჯერა მე უთხარი, აგერ სახში მაქვს საბუთის და ხმალიც კი მაქვს მეთქი ერე. ხო გედაცა როგორ არ ამჯერავთ როგორც გიში ხმალი რო გაიგო წავიდა ხო წავიდა გაიქცა შენი ჭირი მე არ თავში არ ჩამარცხა ხმალი წავიდა ისე რომ მეხკიდა გაღარე მაგთან სუესტი აქტიური ქალბატონი იყავით ხო მთელი ცხოვრება კარიერა უფრო წინ იყო ვიდრე პირადი ცხოვრება პროფესიის სიყვარული ძალიან დიდი რამეა. თითქოს სიყვარულზე უარი პროფესიის გამო. უარი კი არა, მასე რომ ნუ მსახიობობაზე არ მithქვია უარი და სიყვარულზე თქვით უარი. პირველი გრძნობა რა ასაკში მოვიდა? აი როცა მიხვდით რომ უკვე შეყვარებული იყავით. პატარა იყავით დუშეთში თუ უკვე თბილისში? არა, დუშეთში რომ ვიყავი, იქ იმდენად სულ სხვა იმებით ვიყავი გართო. რაღაცა ეს არ მქონია. ეხლა ჩემ ამხანა გამით. ყველას ვიღაცა გუყვარდა, ყველას რაღაცა შეყოლოთის გადაობდი და რაღაცა სულ სხვა იმით იყავი. იუმორით უდგება. ხო, სულ სხვანაირი ის ჰქონდა შენ. მე უფრო ასაკში რა ასაკში იყო დაახლოებით 25 წელი. 26-27. ადამიანი როგორ უდგებოდა მსახიობას მოწონდა რომ აი ეგ იყო რომ არ მოწონდა მაინდა. დიდი სიყვარული იყო თქვენი რომელიც ტრაგედულად დამთავრდა, ხო? ეგ იყო. თეატრშიც იქნებოდეთ აყვანისმცემლები. თვითონ ამ სივრცეში. თქვენ ფიქრობდით რომ ერთი პროფესიის ადამიანი მაგას არავინ არ ფიქრობს, როცა შეყვარებული ხარ. პროფესიას არ აქცევთ. არა, სხვა. სადღა. და იმაზე ხუმრობდით ხოლმე სულ რომ თითქმის სულ ყველა ჩემი თაყვანისმცემელი ცოლიანი იყო, ხო? ხო, ცოლიანი და გადამყავდა სულ ყველა იმაში, მეგობრობაში, მამაკაცობაში, გადაბა. სხვადასხვა ძალიან ბევრი მეგობარი მამაკაცი მყავდა. ძალიან კარგია. რასაც ქვია მეგობარი, ნამდვილი. ხო და პაპაჩემა მე ჰიპნოდამარქვა ეს ასმათი რომ იქაც ხო ეგ არის მეგობარია მამაკაცები და მეც ეს გავაგრძელე და თეატრში თითქმის ყველა მამაკაცი იყო მაგაც. იმდენად რომ აი რამე რო იყო ხოლმე შემთხვევა ეხლა თქვა ან გასტროლებზე თან რაღაცა და ადგილი არ იყო ვისადეები ჩემთან მოდიოდნენ კაცები და დავჭები და შენობთან კაცები რო ძმაკაცები ხო ავტომიკაძე რომელიც ძალიან ახლო მეგობარი იყო ჩემი თაზო თოლორაია და მე ალმატაში ერთ ოთახში გვეძინა და საწყალი მამუკაკიკალეიშვილი მე ისა ჩემთან ხალხია და მეძინება რა შენთან შემო კი ბატონო შემო აი ესეთი ურთიერთობები მქონდა ჩემ მეგობრებს თქვენ ხო არ შეყვარებიათ მსახიობი რაღაც სიმპათიები იყო ერთ პერიოდში. უფრო კომფორტულია ერთი პროფესიის ადამიანთან თეატრში ცნობნახულობდა თეატრის მიღმაც თუ არა? კომფორტულია უფრო, მაგრამ თავარია ცოლშვილი არ უნდა ყავდეს. ცოლშვილი ყავდა? გაშურებული იყო, მაგრამ მე დაუბრუნდა. აჰა. ეს ჩვენი საგვარეულო ბეჭედი. მე მას დიდოს ცოლისთვის ვინახავდი. მას შემდეგ რაც ვაჟი მეყო. შენიცი მე როგორ მიჭირდა აქ მოსვლა, მაგრამ ჩემს შვილს ბედნიერებას ვერ ჩავაშხამებდი, ამიტომ გადავაბიჭე ჩემს. მე მინდა ეს ბეჭედი ღირსეულად ატარო. მაგრამ გახსოვდეს შენამდე ეს მე დედა ჩემს, ბებია ჩემს და მის დედას ეკეთა. და მათთვის ყველასთვის ყველაზე წმინდათა წმინდა იყო ოჯახი, ქმარი და შვილები. იმედი მაქვს ღირსეულად ატარებ და გადასცემ დიტოს შთამომავლობას ამ ბეჭედს. კიდევ ერთ რამეს ამბობდით, რომ სულ გინდოდათ ბევრი შვილი. კი, ძალიან. მაგრამ ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, ერთი შვილი მყავს და ერთი შვილი. რატომღაც აი მაგაში დავიჩაგრე. რა ასაკში გახდით დედა? 40 გადავცილდი და მე. თუმცა შვილის გაზდა მოგიწიათ მარტოს. კი. არაფერი დამიკლია. არაფერი დარწმუნებული ვარ, არ დააკლებდით, მაგრამ მარტო ხელა დედის სტატუსი, ხო, ისეთია, ცოტა ვინ რა სიტყვის. ეგ არ მაინტერესებს. არ აქცევდით ყურადღებას? აბსოლუტურად. მე ვიცი რომ წესიერად ვიქცევი და ის იცით ვინ იტყვის, ვინ თვითონ არის უწესო. წესიერი ადამიანი არასოდეს შენნაირი არ იტყვის და განსჯას არ დაიწყებს ხვისას. არავითარ შემთხვევაში და დაიწყებს იმას ვინ თვითონ გასასჯელია. დედამ რა თქვა, როცა უთხარ? არაჩვეულებრივი დედა მყავდა, ყველა დაირად გვერდზე მედგა, არავით ყველა. და შვილის პროფესია ფიქრობდით, რომ შეიძლებოდა მსახიობა მოსდომებოდა? არა, იცით რა, არაფერი არ ქონდა ბავშვს მაგისკენ მიდრეკილება, აბსოლუტურად, მაგრამ
იმდენად კარგი მეტყველება აქვს, რამოდენიმე 4 უცხოენა იცის, ძალიან კარგად. ძალიან წიგნიერი ბავშვი გოგოა ჩემი შვილი. ძალიან უყვარდა. არქიტექტორია, ხო, პროფესია? არქიტექტორია. წიგნის კითხვა უნდა და ხატავდა კარგად ხოლმე ბაბა. წლის და ნახევრის იყო ისეთი თავი დახატა, ეხლაც ვერ დავხატავ იმას. ისეთი რაღაცები და ხვდებოდი რომ აქეთ უფრო მიდის. მაგრამ ძალიან კარგი მეტყველება აქვს, ძალიან კარგი განათლება აქვს და ჟურნალისტობა უფრო მინდოდა ჩემი იმით. გარეგნობაც კარგი აქვს და ამიტომ. და თვითონ მაინც არ მოინდომა და თავიდანვე არქიტექტორ და არ შემიშლია ხელი, რაც უნდა ის იყო და აი პატარა სუფრო თითქოს ამ შვილიშვილს ისიც ძალიან კაი გარეგნობა აქვს. თითქოს უფრო მგონია რომ უფრო მოუხდება ჩემი პროფესია. ხო, ნუ ეს თავისი ასლარჩევი იქნება წლების მერე. გამარჯობა ლეილადაიდა. მოგობჟანებით? მადლობთ. უი ხო, გილოცავთ. რას მილოცა ვერც კი შვილი. ტუტუცმა გოგომ თავისი რომ გაიტანა და ცოლად მოყვება ჩემშიც უფრო მეტად რომ გავამწაროს ამას მილოცა. ლამის გული გამიწეს ისეთ დღეში. აუ ლეილადაიდა უკაცრავთ მე რა ვიცი. შერაშუაში ხარ შენი ძმაკაცე მოსაკლავი. იმ თავხეთ გოგოს შეალია მთელი თავისი ახალგაზრდობა და ეხლა უნდა სიცოცხლე შეალიოს. ეტა საერთოდ არ მოსწრებოდი ამ დღეს და მეტი არა. ვერც კი გაიჭიდა ბრა. ჩემი ცოლის დაქალები იყო, როცა თქვენი შვილი გათხოვდა თუ არა? აი ეს პერიოდი იყო. იცი რატო გეუბნებით, რომ ეს დედამთილი ხო ისეთი იყო საშიში და შეიძლება სასიძოს მოჩვენებოდა, რომ სასიდედროც ესეთი იქნება. არა, სხვათა შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა, არც ერთი წუთით არ ქონია კონფლიქტი, როგორც თქვენს გმირს. თამაში ერთია და ეს მეორე. დედაბლაკდებია. ამ საღამოს უნდა დონარა მოვიყვანო. მის საღამოს მე არ ცალე, გოგოები უნდა ნახო. ტელეფონი მართხავთ რა. რაღაც იმედის გაკეთებაში ვახმარები. ისო ფარი სახში არ არის, სულ არ ნიშნავს იმას, რომ ცოლით სახში არ იყოს სხვათა შორის. მე ძალიან მეჩქარება რა სამსახურში უნდა ვიყო. თქვენ დარჩებით თუ წახვალთ? თუ დარჩებით, მაშინ დაგლობოდებსაც მიხედეთ. ჩემი ცოლის დაქალებმა კიდე ახალი პოპულარობა მოგიტანა. ელოდით რომ აი ამდენი წლის მერე კიდე როგორც მსახიობს. მე ხმას მგონია რომ კიდე რაღაც შეიძლება მოვკე. აი რა მაგარი რწმენა. და იმდენად მაქვს ეს სურვილი და შინა ვიცი რომ კარგად გავაკეთებ, არ გავაფუჭებ, ესეც ვიცი. და რომ დამირეკეს და რომ წავიკითხე იმ წუთში მივხვდი რომ ეს არის ჩემი. ეს თქვენი იყო, ხო? კი. დიდო სხვანაირი ქარი სჭირდება. თბილი. მოსიყვარული. რომელიც მასში კაცს არ ჩაკლავს. რა სიტყვის მასზე ხალხი, ამაზე გიფიქრია? ეგ დიდოს არ აინტერესებს. დიდოს პირში ამის თქმას ვერამი ვერ უბედებს. მაგრამ ჭორაობენ, ნამდვილად იჭორავენ, ეჭვი არ შეგებაროს. არ მაინტერესებს, რას იჭორავენ ბოროტი ადამიანები. თუ ვინმე ჩადის ბოროტებას დიდოს მიმართ, ეს ხარ შენ. როგორც ვატყობ, სულ ტყუილად მოვედი შენთან სალაბარაკოდ. იცოდე, მე შენ ძლად არასოდეს არ მიგიღებ. სხვათა შორის მანდაც აი რამოდენიმე მსახიობია, ჩემი აი ამას წინათ ნინო ლორთქიფანიძემ, გიგა ლორთქიფანის ქალიშვილმა მსახიობი, იმან დამირეკა და მითხრა თავიდან არისო ეს. და მე ვერ მოვიცალე რომ შემეხედა და თავიდან არის და უყურებოდა კარგი კი არა ხარო, არაჩვეულებრივი ხარ, ვიმე ისე გამეხარდა. კომპლიმენტია. ძალიან, იმიტომ რომ ეს მსახიობი რო გეტყვის ამას. კი, ორმაგაც ასწავლო. ძალიან ბევრი თავშეკავებულად არის. მე ინდა მაინც არ უნდათ რომ აღიარონ რომ შენ სადღაც ძალიან კარგი ხარ. არა უშავს მე მაგას. მე უფრო ძლიერი ვარ ვიდრე ესეთი ის. ხელოვნური განაყოფიერება მოიცდის და ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ის კაცი ჯანმრთელობის პრობლემებს ხედავს. ვისი ბრალია უშვილობა, რა არის მიზეზი, ეყოლება თუ არა. მოკლედ ადამიანს უყურებს და რენტგენივით ყველაფერს ხედავს. მე მეშინია ეგეთი რაღაცა. მაიც რელა რა მართლა რა. მეტი საქმე არა, ვიღაც ოდის ეს ტონის ეს ჩამოვიდი და ჩემზე ვაბადრო რა. მეტი რა საქმე გაქვს? რა გაქვს უფრო მნიშვნელოვანი გასაკეთებელი? რა გაქვს უფრო საფიქრელი ვიდრე ნებისმიერი გზით შვილის ყოლა? თქვენ შულს თამაშობდა კოტე თოლორდავა, არაჩვეულებრივი მსახიობი. მეგობრობდით კადრს მიღმა კოტესთან? კოტე სანამ დაიბადებოდა მე მის ოჯახთან მქონდა ურთიერთობა. ჩემი და უახლოესი მეგობრები იყო დედამისი. სერიალმა უფრო დაგაახლოვათ მერე, ხო?
თქვენ და კოტე? იცი რა, უკვე როგორ თამაშობდით, იცი, იმდენად ახლობლები ვიყავით უკვე გავლილი. დუშეში ჩემთან ისვენებდა ხოლმე ბავშვობაში, ჩემ სახლში. იმდენად ახლობლები ვიყავით, რომ უკვე დედაშვილებით ვიყავით უკვე, აი და დედამის რო კითხეს, მე თქვენო დიტოს დედა ხართო რომ არა, მე არა ვარ დიტოს დედა, მე კოტეს დედა ვარ. დიტოს დედა ასმათია. სელამაზაც დედამისიც აღარ არის. გარდაიცვალა? კი, გარდაიცვალა. დედის შურის ძიება ყველაზე საჩინელი შურის ძიება ამ ქვეყანაზე და ნუ გამაკეთებინე ბიბასის სიკაკეთებას არ მინდა. ისე დიტო თქვენ გავთ დამოქრებაში. დიახ. პატივისცემაც ვიცით ადამიანების და საბაგიეროს გადახდაც უმადურობისთვის. დიტო ჩემი ერთადერთი სიცოცხლე, ერთადერთი შვილია და მის ფეხქვეშ გათელას ვერავის ვერ აპატიებ. ძალიან ნიჭიერი ბიჭი. კი, ნამდვილად. გარდა მაგისა იყო ძალიან კარგად განათლებული, კაი ოჯახი, კარგი დედამისი იყო გერმანისტი. და კოტეს გერმანულიც მაღალ დონეზე იცოდა, ინგლისურიც, რუსულიც. და წიგნიერი ბიჭი იყო და არაჩვეულებრივი მეტყველებაც ჰქონდა. იმათო ილიას რო თამაშობს იქ გადა რაღაც ის არის სატელევიზიო გადაცემა. ხო. როგორი არაჩვეულებრივი მეტყველებით და როგორი დამაჯერებლად და კარგად. თბილისში ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც საჭესთან დაჯდა, ხო? ეს კიდე ერთ თქვენ სიძლიერეს უსვავს ხას. როგორ ხდებოდნენ ხოლმე? მაშინ კაბა თუ არ ეცვა ქალს და შარვალი ეცვა, ესეც დიდად არ მოწონდათ. ვასო გოძიაშვილი თეატრში არ გვიშვებდა შარვლიანად. მართლა? ვაიმე, რომ მივიდოდი, ვასოს მასთან და გაგვევლო. საგრიმიოროსთან შედიხარ. კარები სუღია ქონა და სულ ყურებდა. რა გეცოთ? როდესაც ჩარვალი მეცვა, უკანა მხრიდან შევდიოდი, თეატრის უკან ეზოდან და სცენიდან შევიდოდი ხოლმე, რომ არ დაენახა ვასოს და შარვალი და თუ იმ დღეს ვიცოდი, რომ ვასოა და უნდა ვნახო, კაბით მივდიოდი. იმიტომ რომ ძალიან არ მოწონდა. და საჭესთან რო იყავით, აი როგორი რეაქცია ჰქონდათ ხოლმე? საჭესთან მაგალითად ცოტა ხო არ აფრთხობდით ამ მამაკაცებს იმ პერიოდში? ისიც რა იყო, ხო, ის ყველა იყურებოდა, როგორია. აინტერესებდა როგორი ქალია, როგორია. ეხლა უკან რომ მიდიხარ და უკან რომ მოვდის, ხო ხედავს, გზელი თმები მქონდა ქერა ძაღლსა და რომ დაინახავდი ამ ქერათმები, მაშინ ცოტა ისე იყო ხა, ქერათმები და ერთი ძღოლია ცისად ცირკთან უნდა ჩამოუხვე და აქეთ წამოხვიდე. იქ გამომეკიდა რომ შემხედოს როგორი ვარ. სახეზე. და ეჯახა რაღაცას. თქვენს დევნაში. ჩემ დევნაში და გავჩერდი მეც მომენტში შემეწოდა და თქვენ გამოვდა ვინ გეხოცებოდა. ესე იცოდე ტრასაზეც ხოლმე. გამოგეკიდებოდე და შეხედავდნენ, აბა როგორი. ეს დღემდე იციან მე. ხო, ნუ თეატრში სოფიკო ჭიაურელი იყო პირველი. ვინც საჭესთან იჯდა? საჭესთან იჯდა. ქეთინო კიკნაძე და მე. აჰა. სამნი ვიყავით ჩვენ თეატრში. თქვენ მე მგონი იმდენად ძლიერი იყავით, რომ აი თავყანისმცემლებს ცოტა აშინებდით, ხო? დამოუკიდებელი, ყველაფერი თქვენ შეგეძლოთ. იყო ეს მომენტი, თუ მამაკაცებთან სუსტად აგრძნობინებდით თავს, სუსტი იყო. არა, ყოველთვის ფოთაშორის ძალიან პატივით იყვნენ ხოლმე და ყოველთვის ხო, მაგრამ ეხლა ვიღაცას რომ მოწონდით, ხო? ეხლა შეაშინებდით ის, რომ შეიძლება ზედმეს ნაკლებად მიბედავდნენ. და ვერც გიტყდებოდნენ სიყვარულში ალბათ, ხო? ძალიან ნაკლებად მიბედავდნენ ხოლმე ზედმეს, იმიტომ როცა რაღაცა შევამჩ გადამყობდა მეგობრობას. აჰა. არ იყო საჭირო. თქვენ რომ მოგწონდათ შეგეძლოთ, გეთქვათ, რომ აი მომწონდა. არა, არასოდეს არ მითქვა. აი ამაში ესე იგი სისუსტეს იჩენდით. არა, არა სისუსტე არ უფრო თამოყარეობა. იმ პერიოდში ზედმეტი არაფერი ხო? თუმცა საფრანგეთში ცხოვრების შანსიც ჰქონდათ, იმიტომ რომ ერთ კარგ ბიჭს გირიგებდნენ პარიზში. კი, პარიზში. მიმიყვალეს იმის სახლში, მარჩენეს ის გადასარევად გადაბჟირებული. ერთი წამით ამ მქონე მე ისე მიყვარს ჩემი ქვეყანა. როცა ის ბიჭი არ გაჩვენეს და ბიჭის კი ყველა პრობლემები არც მაინტერესებდა. შეგეთი არა ქართველი არ მაინტერესებდა. ქართველი გიდოდეთ. ეს კომუნისტების პერიოდია? კი, სხვათა 77 წელი. და მაგ დროს ბევრი ოცნებობდა ჯერ პარიზის ნახვაზე. ჯერ პარიზის ნახვას.
და მე საერთოდ იქ დარჩენაზე და იმაზე ხო საერთოდ ხო ნახდრები ხდებოდა ხოლმე თვითმფრინავების გატაცებები და ის და არც ერთი წუთით და ღიმილი დამდრეთ სხვა დროს ჩამოვიდა და მე ვიყავ აქ რო ჩამოხოდით თქვენიანება რა გითხრეს სად მოდიოდი ვარ გითხრეს დარჩენა არც ერთ არ ვთქვი ყველა მიცია და მე ამ დეგენერატის გამო გამოგვიძე რა ვიცი საცალი ეგენი ვარჩი სულ დეგენერატები არ დეკავენ თითქმის მარტო ამისთვის არ გამიღვიძები ხარ ცოტა შორს აბა რა დღეა დღეს რა დღეა რა და შაბათი და შენი ქალიშვილი გელოდება უკვე შაბათია დიახ ბატონო წლების მატება თუ გაშინებთ არ მაშინებს იმიტომ რომ მე ძალიან კარგი ჯიჟის ვარ დედამ იცოცხლა 101 წელიწადი ხო დედის პაპამ იცოცხლა 105 დედაჩემის დედამ იცოცხლა 94 ჩემო დედამ იცოცხლა 95 და ისე რომ მეც თუ ამას გავყვები მაგრად ჯიშს ჯამბერ ამაში დედაჩემს გავალ იმებს საქციელებში რაღაცებში მეც მიხარია თუ ესე იქნება იმიტომ რომ ძალიან მინდა ჩემი შვილიშვილს დიდხანს უყურო როგორი იქნება რა იქნება თუ იქნება მსახიობი თუ მე მოვესწრე ძალიან ჩემ ახლობლებს უყურო ყველა ძალიან ბადარდებს ჩემი ქვეყნის ბედი სხვა რამე საფრი ვაიმე როგორ მოკვდები რატომ მოკვდები სადამა და ჩემთან სადაღა მე არა მაქვს პომპეზურობის არც ვარსკვლავი მინდა არც არაფერი მინდა აბსოლუტურად არა მაქვს მაგრამ სესილიას ისავარ მოწაფე სესილიას მარჯანიშვილის პრემია სესილიას არ ქონდა მთელი ცხოვრება თეატრში ისე წავიდა და ის დანარჩენი პრემიებიც ისე იყო რომ უკვე გაშტერდნენ უიმე სესილიას იმიტომ რომ არასოდეს არ ქონდა ის კარგად თამაშობდა და კარგად იქცეოდა და ეს იყო მთავარი თუმცა თქვენს გენეტიკურ ხაზს ნამდვილად გაყვებით დიდხანს იქნებით და შვილიშვილის ბევრ ბედნიერ ეტაპსაც მოესწრებთ მადლობა ინტერვიუსთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და დიდი მადლობა მადლობა თქვენ გახსოვართ და გინდათ საუბარი ჩემთან ძალიან საინტერესო იყო საუბარი და მადლობა